მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასელია, მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანის განსასაზღვრში ნახართ ბედნიერება და სიხარულე მინდა გისურვოთ პატიმრებს განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფ ქართველებს იმ ადამიანს ვინც მარხულობთ ვისაც აი რაღაცა ბოლო კვირას ესე რაღაცნაირად მარხვის შენახვა გინდა ზიარება გინდა რაღაცა ამ ყველაფერს დავიკითხები მამა გიორგი ჩაჩავას სტუმრად ყავს აბსოლუტურად ბოლო კვირასთან დაკავშირებით საფლავზე გასვლა შემდგომ როგორ ხდება ხოლმე იმიტომ რომ ვინაიდან დასვენების დღეებია ხო რაღაცნაირად მინდა რომ ყველანაირად მათგან დარიგებები მივიღოთ რომ მე შემდგომ რაღაცნაირად გაგვილამაზოს აღდგომის შემდგომი კვირები, რომ ესე როგორ ვიაროთ საფლავზე, რა უნდა ვქნათ ან საერთოდ რომელ დღეს არის გასვლა და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით მთელ ბოლო კვირასთან მიმართებაში ვკითხავ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში ზუსტად იგივე მომენტი არის, იგივე როგორც ბზობა და დიდებით ადამიანის შეხვედრა შეიძლება მე იგივე ადამიანებმა ჯვარს გაცვან და ძალიან გატკინონ გული შეიძლება ვიღაცით ვისითაც ხარობ შეიძლება უცბად დრო დადგეს და იმით ვერ გაიხარო კი არა პირიქით ჩვენთვის მწუხარების საგანი გახდეს ასე რომ ჩვენ მოდი ვნახოთ მამა გიორგის კითხოთ რომ ბოლო კვირა მამაო ბზობით თუ შეიძლება რომ შეგეკითხოთ რას გვეუბნება ბოლო კვირა რას გვიქადის დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ჩვენ დიდი დრო გვაქვს წინ და მინდა რომ თლიანად თემები გავშალოთ და რასთან გვაქვს საქმე მამაო აი ამ ბოლო კვირით ამ უმძიმეს მარხვაში უმძიმესი დღეებით დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება რომ ასეთ მნიშვნელოვან კვირაში დღეს მე მომეცა საშუალება რომ მივმართო ჩვენ ხალხს ჩვენ მრევლს ყველა ქრისტიან ადამიანს მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ყველას ვისაც დღეს ხელმწიფების რომ აი ეს გადაცემა დღეს გამოდის ეთერში და რა თქმა უნდა აღნიშნოთ აი ეს ადამიანები ტექნიკური პერსონალი რომელიც დღეს არ ჩანს მაგრამ ხმის რეჟისორები პროდიუსერები აი ეს ყველანი ვინც ახლა ჩვენს უკან დგანან და ესენი დღეს უზრუნველყოფენ იმას რომ დღეს აი ეს გადაცემა მივა ჩვენ მსმენელამდე ჩვენ შევძლებთ რომ დღეს აი ესე ერთად სიყვარულში გავატაროთ ეს დღე იმიტომ რომ ეს კვირა არის ძალიან განსაკუთრებული კვირა არის იცით ეს კვირა არის მადლით აი რომ დავდივარ აი ვგრძნობ რომ სულ სხვანაირი რაღაცა ჰაერში ტრიალებს იცით აი ეს კვირა არის აი ვთქვათ როგორც აი სოფლის მუშაკისთვის როცა შემოდგომაზე რომ უნდა მოსავალი აიღოს და არაფერი რო არ დაკარგოს მაქსიმალურად აი ეს მარხვა რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ეს ვნების შვიდეული არის დღე ეს დრო როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავაგროვოთ სულიწმინდის მადლი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მე მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის აი ამდენი წელიწადია ხო ვართ თითქოს აი ამ დიდ მარხვაში თითქოს შრომობთ თითქოს 48 დღე თითქოს აი კაი დრო არის არა 48 დღე არ არის პატარა დრო მაგრამ აი რომ დამთავრდება და უკვე სააღდგომო წირვაზე რომ დავიწყებ ისეთი სინანული მემართება რომ ვაიმე აი ეს მარხვა მაინც ისე ვერ გავატარე ისე სულიერად და იმდენი სულიწმინდის მადლი ვერ მოვიმკვე რაც შემეძლო გამეკეთებია და ყოველჯერზე ნუ შემდეგი მაგრამ რა და ამიტომ ჩვენ მინდა ვიფიქროთ იმაზე რომ შევძლოთ რომ აი ეს დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმიტომ რომ ეს იცით როგორც გლეხისთვის ხო ის შემოდგომაზე რამდენ მოსავალს მიიღებს ის მთელი ზამთარი და გაზაფხული ეს უნდა ესე იგი ამყოფოს იმით უნდა იკვებოს ხო აი ეს არის სულიწმინდის მადლი რომლითაც ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ ეს არის ჩვენი ენერგია და რამდენსაც ჩვენ დავაგროვებთ ჩვენ იმაზე არის დამოკიდებული და რაც მთავარი ჩვენ უნდა გვესმოდეთ რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ პერიოდში გავდივართ ჟამიანობა არის დღეს და შესაბამისად დღევანდელ დღეს ძალიან გვიჭირს ყველას ემოციურად ფსიქოლოგიურად სულიერად ყველას გვიჭირს და აი ზუსტად აი იმისთვის რომ ჩვენ რომ შევძლოთ და რაღაც დადებითად შევძლოთ და აი ეს წარმატებით აღვასრულოთ ეს ჩვენი ცხოვრება
აი არის ასეთი დღეები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული ძალა, განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული სიყვარული მივიღოთ ღმერთისგან და ამ დღეებში ვინც მივა უფალთან მე მინდა თქვა რომ განსაკუთრებულ გინდაც რა ის ზოგმა შეიძლება თქვა რომ აი ეს დიდი მარხვა რაღაცა ვერ შევინარჩუნე რაღაც კარგად ვერ გავატარე მაინც ვცადოთ რომ აი ეხლა მაინც გადავარჩინოთ სიტუაცია და ეს ერთი კვირა გავატაროთ ძალიან სუფთად წმინდად გავატაროთ და კიდე ერთი მომენტი ეს უკვე წლების განმავლობაში მე ჩემრევთან ვაცხადებ რომ იმ ადამიანებს ვისაც უნდათ რომ მივიდეთ აღდგომა დღეს და ის დღესასწაული აღდგომა ანუ ყველა ის ადამიანი უნდა აუცილებლად იყოს წითელ პარასკევს ტაძარში. უბრალოდ მე ვთვლი რომ აი ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ აქვს რომ ის მივიდეს და იზეიმოს აღდგომა თუ ის ქრისტეს ერთად წითელ პარასკევს ჯვარს არ ეცმევა. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ შეეცდებით პირდაპირ მოხვიდეთ აღდგომის დღესასწაულზე და მე ადამიანს მეუყურებ მის სახეს, მის თვალებს და ვხედავ რომ ის არის ყველაფერი იქცარიელი, თუ ის ვერ ხდება, იმიტომ რომ აღდგომა აი ეს აღდგომის დღესასწაული რა არის? ეს არის ერთი მთლიანი კომპლექსი. ეს არის მთელი გამა განცდების და თუ შენ ყველა განცდა გამოტოვე და ბოლო ისა ან როგორც ახლა შენ მთელი კონცერტი რო არ მოისმინო და მარტო ფინალური რაღაც აკორდი რო მოისმინო, ხო? ხო, როგორ იმას გაიგებ, ხო? მაგას ვერ გაიგებ. ამიტომ ჩვენ და გვესმოდეს რომ ღმერთმა ეს სამყარო შექმნა მთლიანობაში. ეს სამყარო არის ერთი როცა უყურებთ ეს სამყარო როგორ არის შექმნილი, ხო? აი, ვინც კარგად ვიცით ბიოლოგია, ფიზიკა, ჩვენ გვესმის რომ ეს სამყარო შეიქმნა ერთი ამოსუნთქვით. ეს არის ერთი მთლიანი, ერთ კონტექსტში არის შექმნილი. მიბმული ყველაფერი ერთმანეთთან მუშაობს. ეს არის როგორც ერთი, აი, წარმოვიდგინოთ ეს სამყარო, რომ მე შემიძლია შევადო როგორც აი შვეიცარიულ ძალიან დახვეტილ საათ, მექანიკურ საათთან. და იქ წარმოვიდგინეთ ჩვენ რომ ერთი კბილანა არც ერთი ჭანჭიკი რომ ამოვაგდოთ, ხო? ის იმ წამსვე გაჩერდება. ეს არის ერთი მთლიანი. და აქედან გამომდინარე ჩვენი საღდგომო განცდები, ეს არის ერთი მთლიანი განცდა. და ამიტომ თუ ჩვენ არ გავატარეთ წითელი პარასკევი, ხო? არავითარი აზრი არ აქვს, უბრალოდ ემოციურად ეს არის ორკომპონენტიანი ასეთი განცდა. და ერთი კომპონენტის გარეშე ის მეორე კომპონენტი ვერ იმუშავებს ელემენტარულად. და ამიტომ მინდა ყველას უთხრა რომ აღდგომა დღეს ადამიანების რაოდენობა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს იმ ადამიანის რაოდენობას, რამდენი იქნება წითელ პარასკევს. ხო. შეიძლება წითელ პარასკევს მეტიც იყოს, შეიძლება ვიღაც ასაკოვანი ადამიანი და ღამის 12 საათზე ვერ მოვიდა აღდგომის დღესასწაულზე. ანუ წესით წითელ პარასკევს უფრო მეტი უნდა იყოს. სხვათა შორის თქვენ ერთადერთი მღვდელი ხართ, ვისაც ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე მთავარი ხატიო ყოველთვის არის ჯვარცმაო რა. და როგორ მახსოვს მითხარით, რომ უკანო გააკეთე აუცილებლად ჯვარცმა სულ უნდა გვახსოვდეს და დამამახსოვრდა ძალიან მაგრა რა და სანამ ჯვარცმამდე მივალთ მამაო, თუ შეიძლება ეს გაცემის მომენტი რომ გაიხსენოთ შეპირების თუ შეიძლება და კიდე თუ შეიძლება დიდი ხუთშაბათი გაიხსენოთ და რამდენად აი უბრალოდ აი ადამიანზე რამდენად არის დამოკიდებული ეს ყველაფერი. სიამოვნებით, მაგრამ მაინც მე ვთვლი რომ არ მაქვს მორალური უფლება რომ გამოვტოვო თანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, ეს არის ზობა, რა თქმა უნდა. დღესასწაული დიდებით შესვლა იერუსალიმში. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი და ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მე მინდა რა თქმა უნდა მე უკვე დარწმუნებული ვარ და საერთოდ როცა მე ადამიანებს ხვდები, მე ძალიან დიდი კმაყოფილებით და აღნიშნო დღეს წმინდა წერილის წაკითხვა ძალიან გააქტიურდა ჩვენ მრევლში. და მე ვიცი რომ დღეს უკვე ტექსტი
ჩვენი მოსახლეობისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი არის. და აქედან გამომდინარე მე დღევანდელ ამ საუბრებში შევეცდები რომ მინიმალურად წავიკითხო ეს ტექსტები. იმიტომ რომ უბრალოდ აღნიშნავ ამის შესახებ და მე მინდა გითხრათ რომ აი ეს ამის შესახებ ანუ დიდებით შეხვდა იერუსალიმში 4-ვე მახარობელს აქვს აღწერილი. მე მინდა გითხრათ რომ პირველი სამახარობელს ეს დაახლოებით იდენტიურად აქვს აღწერილი, იმიტომ რომ მათე, მარკოზი და ლუკა ითვლებიან სინოპტიკოსებად, ისინი მსგავსი სახარებები არის ერთმანეთთან. იოანე არის ცალკე დაწერილი, მოგვიანებით დაწერილი, თქვენით რომ ქრისტეს საყვარელი მოწაფე არის, პატმოსის კუნძულზე იმყოფება, ანუ რა მოხდა, იცით? უკვე ეს სამი სახარება, როგორი ისტორია აქვს ამას, ეს სამი სახარება უკვე იყო დაწერილი. და ხალხი კითხულობდა, მაგრამ სულ იოანემ ძალიან დიდხანს იცოცხლა. მე მინდა გითხრათ, ადუღებულ ფიში ჩააგდეს, გადარჩეს ყველაფერი და დიდხანს იცოცხლა და უკვე ისეთი დრო გავიდა, რომ ბევრი თანამედროვე, ვინც იყო ქრისტესი, უკვე დაბერდა და გარდაიცვალა. ანუ უკვე აი ეს ცოცხალი მეხსიერება, ანუ იმ დროს იმ პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მომსწრეები იყვნენ აი ამ პროცესების. ანუ მათ შეიძლება იმდენად სახარებაც არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ უშუალოდ ესწრებოდნენ ყველა ამ პროცესებს და თვითონ ახსოვთ, თვითონ მოწმეები იყვნენ, თვითონ მონაწილეები იყვნენ ამ პროცესების. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იცოდნენ, მაგრამ გავიდა რაღაცა დრო და თანდათანობით ეს ხალხი გარდაიცვალა, შემცირდა, ის პატარები გაიზარდნენ, მაგრამ მათ უკვე აღარ ახსოვდათ ეს ამბავი და ამიტომ ერთ კაი დღეს ეს სამი სახარება მიუტანეს იოანეს და უთხრესო აბა აქ თუ რაც წერიაო თუ არისო სიმართლეო სწორედ თუ წერია მან წაიკითხა და თქვა კიო სწორედ წერიაო მაგრამ მეო ჩემგანაცო მეოთხე უნდა დავამატო ანუ მეოთხე სახარება ბევრად უფრო მოგვიანებით დაიწერა იოანეს სახარება და ეს დაემატა ეს მეორეთ მოსვლაც მათ შედის მაგ სახარებაში მეორე მოსვლის სახარებაში არა მაგრამ მე უკვე მის იმაში მაგ თალკე კიდე აქვს მეორე ესე იგი აპოკალიფსისი აღწერილი და გამოცხედება იოანეს ღვთისმეტყველის ეს უკვე ცალკე თემა არის ჩვენ იმედი მაქვს რომ ჩვენ როდისღაც შევეხებით ამას მაგრამ ეს იმდენად რთული თემა დიდი თემა არის და მე მინდა გითხრათ რომ ეს თემა იყო მუზა ძალიან ბევრი შარლატანისთვის. ხო, გამოიყენეს ცუდად. დღესაც იყენებენ, გამოყენებულია ძალიან. სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, აი ეს ჩვენ რო უძახით ამათ იეღოველები. საიდან შეიქმნეს იცით მათი ისტორია? ანუ რასელისტები, ხო? ხო, რასელისტი, მაგრამ ვინ რასელი იყო მეთოდისტი. და მეთოდისტებმა 1912 წელს იწინასწარმეტყველეს ქრისტეს მეორედ მოსვლა. და ეს იმდენად ინტენსიური იყო, ну თვითონ ამ წიგნებით იმით გათვალეს, წაიკითხეს და იცით როგორ იყო, უბრალოდ აი მთელ საზოგადოებას რო იტყვენ გაუწყალეს გული, მიდიოდნენ, მიდის სასწრაფოდ, აი ახლა უკვე მეორედ მოსვლა და ისეთი ამბავი იყო, ისეთი აჟიოტაჟი. სპეკულანტობდნენ. ხო, ისეთი აჟიოტაჟი იყო ამისივრივად. ნუ შეეროდა თვითონ აი ეს რაღაცები წაიკითხეს, გათვალეს თავჭკუაში, იფიქრეს რომ ამათმა ყველაფერი იციან. და დადგა 1912 წელი, გაიარა, დადგა 13 წელი და არაფერი. მეთოდისტების ესეთი გადახრარი ქრისტიანული, მაგრამ გადახრარი სექტარი, ასე რომ ვთქვათ. და ამ რას და ძალიან დიდი სკანდალი მოყვა მას. დიდი ძალიან შეერცხვენ მაშინ და ძალიან ბევრ ადამიანმა დატოვა აი ამ მეთოდისტების აი ეს რიგები, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეგვით რომ იმდენად დიდი იყო აჟიოტაჟი მათ მიერ ატეხილი და იმდენად ისინი დაბეჭდებით ამის შესახებ საუბრობდნენ და რომ მე რა თქმა უნდა რომ არ აღსრულდა ეს ყველაფერი, ну ძალიან დიდი სიწყვლილი იგემეს, ну საზოგადოებამ ძალიან განკიცხა და ძალიან ბევრ ადამიანმა ესე იგი დატოვა მათი რიგები და მათ შორის იყო რასელი, რომელიც იყო მეთოდისტი და მან გავიდა იქიდან და შექმნა ესეთი საგუშაგო კოშკი
და შექმნა თავისი რაღაც მიმდინარეობა და სხვათა შორის ეს რასელისტები ისინი ქრისტიანები არ არიან. ისინი როცა მათ იმის გამო რომ ისინი ქრისტიანულ სუბკულტურაში მოქმედებენ, ისინი ცდილობენ თავი მოიყვანონ ქრისტიანებად. მაგრამ მე როცა შევისწავლე, ისინი ქრისტიანები არ არიან. ეს არის მთლიანად ისა გამოყოფილი ასეთი რელიგია და ეს არა ქრისტიანი, ის უფრო ძველ აღთქმაზე არის აგებული. ხო? და აი ესე არის იგივე როგორც მორმონები. მორმონებიც ამტკიცებენ რომ არიან ქრისტიანები, მაგრამ ისინი ქრისტიანები არ არიან, მათი ეს არის ვიღაც მორონი არის და მის მიერ დაწერილი ბიბლია, კაი ამ სისულელებს აღარ შევეხებით. ანუ რაზე ყველაფერი მოგიღებით, იმიტომ რომ აი ეს აპოკალიფსზე საუბარი, ეს არის ძალიან საშიში თემა. ბევრი წმინდანიც ვერ ეხებოდა მაგას. იმიტომ რომ როგორც ქრისტემ ძალიან ამის შესახებ ანგელოზებმა წარიციან გამხელილი არ არის და უნდა იმკითხაო. ჩემზეც კი არ არის დამოკიდებული, არამედ მამაჩემზე ზეცათაზე. ამიტომ შეიძლება როდისღაც ჩვენ გავიზარდოთ იმ დონემდე და ეს საკითხი განვიხილოთ, მაგრამ დღეს რა თქმა უნდა ამის დრო არ არის, დღეს ჩვენ ისევ დაუბრუნდეთ ქრისტეს წინვალეთ შესვლა იერუსალიმში. მე როგორც მოგახსენეთ ეს 4-ვე სახარებაში არის აღწერილი, ამიტომ მსურველებს შეგიძლიათ მე გადაიკითხოთ ეს ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი აღწერილი. ფოტოშოს ყველა დღესასწაული არ არის აღწერილი და აი ეს 4-ვეშია აღწერილი. და ძალიან მკაფიოდ არის ზედმიწევნით მნიშვნელოვანი. ხო, ზედმიწევნით არის აღწერილი. და ესე იგი, ჩვენ რომ ესე გადავცეთ, ზოგადად რა ხდება იმ დროს? ქრისტე მოდის იერუსალიმთან. იერუსალიმში ჯერ ვერ მოდის. ქრისტე ჯერ ვერ მოდის იერუსალიმში და ქრისტე იმაშვება. უკაცრავად მოდის და ეს იცით როგორ არის? აი ჩვენ თუ ელიონის მთაზე დავდგებით, ხო? ელიონის მთაზე თუ დავდგებით და უყურებთ იერუსალიმს, აი ჩვენ ხედავთ აი ეს ტაძარი, ზორობაბელის ტაძარი, რომელიც ისაქნა ხელმეორედ რეკონსტრუქცია გაუკეთა იროდმა, თქვენ იცით რომ აი ეს არის რა ქვია სოლომონ დავითის მიერ დაწყებული და სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი ის დაინგრა მეფე ნაბუხოდონოსორის დროს. დაინგრა ეს ტაძარი აღარ იყო. და ამიტომ ეს ტაძარი ხელახლა ააშენა ზორობაბელმა. მაგრამ იროდი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც სულ ცდილობდა რომ განსაკუთრებით გამოეჩინა საკუთარი თავი. და მან ხელახლა ააშენ, ესე იგი რეკონსტრუქცია გაუკეთა იმ ტაძარს, ესე იგი ცნობილია რომ 400 მეტრიანი კედელი იყო. იმ ეგრეთ წოდებული იმ ტაძრის იმაზე მთის ადგილას. და ეს ტაძარი იყო ძალიან დიდი და ცნობილია რომ 10 კილომეტრიდან იერუსალიმიდან ჩანდა მაშინ ის ტაძარი. ეხლა რა თქმა უნდა ის ალექსანდრე მაკედონელმა მერე დაანგრია ისიც უკვე, მაგრამ მაშინ ეს იყო უზარმაზარი ტაძარი და ქრისტე იყო მისული, აი ჩვენ თუ შევხედავთ, აი იქ ტაძარი რო არის, მერე აქეთკენ არის ესე იგი ოქროს კარები, საიდანაც მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ელიონის მთაზე რო გამოეცხადება და აი ამ ეს ოქროს კარები დღეს არის დახშული და გაიხსნება მხოლოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს და აი ეს კარები არის და დაბლაზ პირდაპირ კედლის ქვეშ არის სოფელი სახელად ეს სოფელი არის სახელად ბეით-ფაგი ანუ ბეით-ფაგი ანუ ებრაულად და დავუშვათ ბეთლეჰემი. ბეთლეჰემი არის პურის ქალაქი და ბეით-ფაგი ჩვენ რომ თარგმნოთ ქართულად ნიშნავს დაუმწიფებელი ლეღვის სოფელი. მაგრამ ეს სოფელი ქრისტემ რო აირჩია რამდენიმე
რაღაც იმით იყო ცნობილი. საინტერესო. პირველი ეს სოფელი იყო ის სოფელი, სადაც ცხებოდა პურები, რომლებიც შეწირვის დროს მიქონდათ აი იმ ზორობაბელის და მერე იროდის მიერ აღდგენილ ტაძარში, სადაც ხდებოდა შემოწირვა ამ პურების. ეხლა ძალიან შორეული, ეხლა ვთქვათ, ესე იგი კორექტული არ იქნება, მაგრამ თუ ძალიან შორეული შედარება გავაკეთოთ, ცებისკვერი, მაგრამ არ არის, ნაკურთხი პური. პირველში არტოს. აი ეს სოფელი იყო, იქ სადაც აცხობდნენ პურს, რომელიც მე უნდა შეეწირათ წირვის დროს. და ამით ქრისტემ აჩვენა, რომ რა თქვა მაგან წინა დღეს, ხო? რა თქვა მან თქვა, რომ მე ვარო პურიო, მე ხო გვეტყვის ჩვენ, მე ვარ პური, ჭამეთ ამზედ, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის და მრავალთვის ესე იგი განტეხილი მისატევებლად სოდვათა. ანუ პური, ჩემი სხეული არის ის პური და ამიტომ აი შესატირი პურების სოფლიდან სადაც ხებოდა პირდაპირ იქიდან მან დაიწყო თავისი მსვლელობა. მეორედ კიდე რით იყო საინტერესო ეს სოფელი. საქმე იმაში არის, რომ ებრაული კანონით შენ თუ მოდიხარ შება დღეს სალოცავად, შენ არ გაქვს უფლება, რომ გაიარო უფრო დიდი მანძილი, ვიდრე ეს დაშვებულია. თუ შენ რაღაცა გარკვეული ნაბიჯებზე მეც თუ გაივლი, ეს ითვლება უკვე მუშაობაში გეთვლება, ანუ შებათის დარღვევა. ხო, უქმი დღის დარღვევა. და აი ეს სოფელი ბეთსაიდი იყო ზუსტად იმ მანძილზე, რა მანძილიდან ის რო შევიდოდა იერუსალიმში არ დაარღვევდა აი ამ უქმეს. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტე როგორ ზედმიწევნით ყველაფერს ასრულებდა. და მესამე, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე დააბარა თავის მოწაფეებს, იქ წასულიყვნენ, იქ დაბლა პატარა სოფელში გვერდზე და ესე იგი მისთვის ნახავთო, იქ არისო ხესთან მიბმულიო დედავირი და მასთანო ახალგაზრდა კვიციო და მიდით და წამოიყვანეთ. თუ პატრონი შეგეკითხებაო, სადმი გაქვს, უპასუხოთ, რომ უფალს სჭირდება. ესე ძალიან საინტერესო მომენტია ჩვენთვის. ესე იგი, ჩვენ რას ხედავთ, ესე იგი, ღმერთი მათთან პირადად მუშაობს. ეს იგივე ის ისტორია, როცა თავიდან მოწაფეებს რომ შეკრიფას მოწაფე ნათანაელის ისტორია, მე ადრე ვისაუბრე, აღარ გავიმეორებ. აქაც ჩანს, რომ ღმერთი წინასწარ იმ ადამიანებთან იმუშავა. ანუ ისინი უკვე მზად იყვნენ. იმათ ზუსტად ესმოდათ, რომ ეს დედავირი და ეს კვიცი აუცილებლად სჭირდება ღმერთს, რომ ისინი კაი საქმისთვის ატანენ. თორემ, ესე იგი, ახლო აღმოსავლეთში იმ დროს ვირი ესე იყო დაახლოებით შენ ოჯახში ყავდეს პიკაპი. წარმოიდგინე, ესე იგი, ასეთი პიკაპი გაქვს, ნაყიდი მამაზის ხმის და ვიღაცა მოვიდეს გითხრას, რომ მოდის და მიღაც შენი პიკაპი. აბა ცადე ახლა ვიღაცას რო ყავდეს, ესე იგი, პიკაპი და შენ ახლა მიხვიდე მასთან სახში და შეეცადო მისი პიკაპის წაყვანა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ხო, ეს ძალიან მშვიდად დასრულდა, იმიტომ რომ ღმერთმა წინასწარ გამოცხადებით იმ პატრონთან იმუშავა და ამათმა მოიყვანეს ეს დედავირი და კვიცი. აქაც არის რამდენიმე მომენტი. ქრისტე ხო თავს იმდაბლებს და ჯდება ვირზე. მაგრამ ნახეთ აგ რა მომენტია, იჯდება კვიდზე, რომელზეც არავინ არასდროს არ მჯდარა. და არ შეუძლია თან განაყოფიერება. ხო, და არ მჯდარა. ანუ ღმერთი იყენებს უხმარ საგნებს. ამიტომ ჩვენ როცა ვწირავთ ღმერთს რაღაც, ეს უნდა უხმარი საგანი იყოს. ამაშია საქმე. და ამიტომ ის ამით მაინც თავისი სამეფო, თავისი ღვთაებრივი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაიმდაბლა, მაგრამ აი ამ კვიდზე დაჯდომით მან აჩვენა, რომ მე ისეთი არაზოს არ ამჯდა რავინ ამ კვიდზე და მე ვიყენებ მარტო ისეთ რაღაცებს, რაც არავის არ გამოუყენებია. და მასთან ერთად დედავირი. ეხლა რაც შეეხება დედავირს,
ეს იყო ასეთი დადგენილება. ასეთი დადგენილება იყო ისრაელში, რომ ვინც ყიდულობს დედავირს, ვალდებული იყიდოს კვიციც. და თუ ვიღაცა იყიდა კვიცი, მან იყიდა დედავირიც. ანუ ეს იყო ჰუმანური კანონი, რომ ესე იგი არასრულწლოვანი დედაშვილის ერთმანეთთან დაშორება არ შეიძლება. აუ რა მაგარი კანონია ძალიან. ხო, ჭკვიანური. ხო. და ეს არის, რა ქვია, და კიდე ახლა ერთი საინტერესო მომენტია, რომ ქრისტემ ხო აირჩია კვიცი, ხო? და ცნობილია ისრაელში ასეთი მიდრე, რომ ებრაელები ცხოველოდებიან მესიას. და მაგათთვის ეს ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტემ უნდა მათი მესია უნდა ვირზე დამჯდარი უნდა შემოვიდეს და სხვათა შორის ეს აგერ არის, აი ამას მე მაინც ამ ადგილს დავიკითხავ, ესე იგი აი ეს არის დაბადება 59 თავი, მე შეიძლება დაიკითხოთ მთლიანობაში მე ესე იგი ნახეთ რა წერია, არ წაერწმევა კვერთხი იუდას, ანუ იუდას მუხლიდან მოდის ქრისტე. არც არგანი ფერხთა შუიდან ვიდრე არ მოვა მისი ფლობელი და ის იქნება იმედი ხალხისა. და ნახეთ ახლა რა წერს? ეს როდის არის დაწერილი? ეს არის დაბადება. ანუ ეს არის თორა. ეს არის დასაწყისი, მთლიანად ჯერ დასაწყისი არის ებრაული რელიგიის. და ნახეთ რა წერია და მე-11 მუხლი ახლა. ნახეთ. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი. ვენახის ლერწამზე თავისი ვირის ნაშიერი. ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს. ეს ზიარებასთან იყო დამოკიდებული. და ყურძნის სიხში თავის ტანსაცმელს. ეს 59 თავი დაბადების წაიკითხეთ ძალისად, ახლა მე მარტო. ანუ ებრაელებმა იცოდნენ ეს და აი ეს იყო ის რაზეც მთელი ებრაული საზოგადოება ელოდებოდა მესიის მოსვლას. და არსებობს ასეთი ცნობილი მიდრაში ეს არის ასეთი სულიერი საუბარი იმას შორის ორ რავინს შორის და ერთი რავინი მეორე რავინს ეუბნება. ჩვენიო მესიაო შემოვა იერუსალიმშიო ვირითო. და მეორე რავინი ეუბნება მას, მაგრამ ჩვენი მესია ღირსი არის რომ ჩვენ ტაძარში ჩვენ იერუსალიმში შემოვიდეს ცხენზე ამხედრებულიო. და ის მეორე რავინი ეკითხება, ვიწყა რომ ვირზე დამჯერი. კი, მაგრამ შენ ასფერიანი ცხენი გაგაჩნიაო? ასფერიანი ცხენი, ნუ რას იშევს 100 ფერიანი ცხენი, ანუ ისეთი უნიკალური, ისეთი იდეალური ცხენი, ანუ ჩვენიო მესიისთვისო არ არსებობს ისეთიო ცხოველიო, რომელიც ღირსი იყოს ჩვენი მესიისთვის, რომ ის შევიდეს, გინდა ცხენი იქნება, გინდა სპილო, გინდა აქლემი არ არსებობს და არის ეს ვირი. და აი ეს რა თქმა უნდა ყველა მიცოდა ეს ადგილი, ეს რაც მე წავიკითხე, ეს თავიდანვე ისრაელში ძალიან პოპულარული იყო, ეს ძალიან ცნობილი იყო და ამიტომ ყველა ასე და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ცრუ მესიები ზუსტად იმ ადგილიდან ვირზე შემჯდარი შედიოდნენ იერუსალიმში. და მე მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ცნობილი ასეთი მაგალითი ცოტა ხნით ადრე სხვათა შორის ქრისტემდე ვიღაც ეგვიპტელი ასევე ვირზე შემჯდარი შევიდა იერუსალიმში და თავი გამოაცხადა მესიად. და მას მოყვებოდა 30,000 ისრაელები, რომლებმაც შევიდნენ, მაგრამ საქმე მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ისრაელი იყო დაპყრობილი ქვეყანა იყო რომაელების მიერ. და აქედან გამომდინარე კანონით იყო აკრძალული 10 კაცზე მეტი არ შეიძლებოდა რომ თავი მოეყარათ. შეკრება, აი შეკრება 10 კაცზე მეტი შეკრება იყო აკრძალული. აი იყო ზუსტად აი ეს კვოტა იყო რომ თუ სადმე 10 კაცი შეიკრება მეტი არ შეიძლება რომ მე-11 კაცი მივიდეს და დადგეს. ხო.
და ამ დროს ეს იგი 30000 ადამიანი და რომაელებმა იმ წუთში დაშალეს ეს იქ ბევრი ხალხი დაიხოცა კიდევაც ამ მან რა ქვია ეგვიპტელმა გაიქცა. კიდე იყო ერთი ასეთი შემთხვევა, სადაც 20000 შეხვა, მაშინაც ებრაელებმა დაშალეს, თვითონ ის ვინც შევიდა, სრულ მესია მოკვდა და აი ეს ის პერიოდი არის, როცა ქრისტე შედის. რა თქმა უნდა, ამათ უნდათ ისა რა ქვია მესიობა და ჩაიცმევენ თეთრ ტანსაცმელს და დაჯერენ ქრისტესზე და შევლენ მასე ვირზე, მაგრამ ჯვარცმა კი აღარავის უნდა და გასაგებია ისინი მესიები ვერ იქნებიან, ხო? ისინი შემოდიოდნენ ესეთი რაღაცა ფარსი რაღაც იყო. და მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც თურმე ხშირად ფსიქიურად ავადმყოფი ხალხი ჩადიორებენ ამ ყველაფერს. კი, ჩადიან დღესაც იერუსალიმში, ასე ჩაიცმევთ ერთ ტანსაცმელს, ჯდებიან ვირზე და შედიან იერუსალიმში. და მე მინდა გითხრათ, ეს არის ცნობილი ასეთი სტატისტიკა, რომ იერუსალიმის საგიჟეთში მთლიანად არის ერთი დიდი განყოფილება, სადაც ეს სრულ მესიები, ეს ფსიქიურად ავადმყოფი ადამიანები კურნალობენ. ანუ განყოფილება, სადაც ეს სრულ მესიები კურნალობენ. ნუ გასაგებია, რომ ქრისტე, რა თქმა უნდა, მან რა თქმა უნდა გადაწყვიტა, რომ ეს ბოლომდე უნდა შეასრულოს. და ამიტომ იჯდება ვირზე და შედის იერუსალიმში. ეხლა აქაც რამდენიმე მომენტი არის საინტერესო, რომელზეც ჩვენ უნდა ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ, იმისთვის რომ გავიგოთ, აი ესეც საინტერესო მომენტები არის. ქრისტე რო შედის იერუსალიმში, მას წინ უფენენ ტანსაცმელს. ეს არის მეფის პრეროგატივა, რომ მეფე რო შემოდის. მაგრამ ეხლა საიდან ჩანს ეს? თუ ჩვენ ისევ დაბადების ერთ-ერთი თავი გადავშლით, იქ არის ერთ-ერთი მეფის არჩევა, ეს არის მეფე იუი, რომელიც როცა ის აირჩიეს მეფედ, მას ეს რომ მოდიოდა, მასაც ასე გაუფინეს ტანსაცმელი. ასე რომ ეს იქიდან მოდის, ანუ ეს ყველაფერი, ანუ ეს ტრადიცია, როცა მოდის მეფე, შენ მას ყველაზე დიდი სამეფო პატივისცემა უნდა გამოხატო, უნდა გაიხადო ეს ტანსაცმელი და წინ დაუფინო. და რატომ არის? ეხლა იცით რა არის? ეხლა ჩვენთვის არის ეს ტანსაცმელი არაფერი არა, მეორადებში აგერ 2-3 ლარად შეიძლება რამდენი ტანსაცმელი. იმ დროს პალესტინაში ახლო აღმოსავლეთში ტანსაცმელი იყო ძალიან დიდი იშვიათობა და ძალიან ძვირი ხირდა. ყველა ძვირფასი რაც ქონდათ, ოქროს ფასი. ანუ ადამიანებს, ძალიან ბევრ ადამიანს, 80% ადამიანს იქ გამოსაცვლელი არ ქონდა, ეს ქონდა ერთადერთი. და სხვათა შორის ისრაელში არსებობდა ასეთი დაწერილი კანონი. თუ შენ ვიღაცას თხოვე ტანსაცმელი, შეიძლება ვიღაცას საერთოდ არ აქვს ტანსაცმელი და მოვიდა უთხრა, რომ ძალიან სერიოზულ საქმეზე მივიდივარ და იქნებ მათხოვ ტანსაცმელი. წერია, თუ შენ ინათხოვრეს ტანსაცმელი, შენ მზის ჩასვლამდე უნდა დაუბრუნო იმ ადამიანს. თუ რაქნას იმან, ხო? ესე იგი შეიძლება ისახში იჯდეს, იმიტომ რომ მეტი არის. ხო, ანუ მეორე დილით მაინც რომ შეძლოს რომ სადმე გავიდეს. იმდენად ეს ტანსაცმელი იყო იშვიათობა. და თქვენ გვესმის კარგად წარმოიდგინე რომ და თან რაც თავარია ქრისტეს მოყვა 50000 ადამიანი. 50000 ადამიანი. 50000 საერთოდ ისრაელში იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა 150000 ადამიანი და 50000 ადამიანი ესე იგი შეხვდა ქრისტეს და მოყვებოდა მას და წარმოიდგინე 50000 ადამიანი ფეხით რო გადაულის იმ ტანსაცმელს. რა მოხდება? მაგრამ ამას გააკეთეს და აი ახლა მივიდივარ ძალიან საინტერესო მომენტამდე, რომელიც მე მინდა გითხრათ, რომ არ მინდა ტრაბახი და რაღაც ისა, ჩვენთან ეს სიტუაცია პრაქტიკულად არ არის გარკვეული. კი, ვიცით, რომ ქრისტეს ხდებოდნენ პალმის ტოტებით. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ეს არის არაპრეცედენტული მომენტი, რატომ? იმიტომ რომ ეს არის პასექის დრო. როცა უნდა ბატკანი შემოსაწირი ბატკნით უნდა ისაკდა.
და ისინი ხვდებიან პალმის ტოტებით, რომლებიც არის ატრიბუტიკა კარვების ანუ ტალავერის დღესასწაულის, რომელიც ტარდება სექტემბერში. და ისიც რა დღესასწაულია, ტალავარის დღესასწაული, როცა ებრაელები გამოდიან, უნდა პალმის ტოტებიდან გააკეთონ რაღაც კარვები და იქ უნდა იცხოვრონ. და რატომ? იმიტომ რომ არის ასეთი იყო დაწერილი არის, რომ როდესაც მოვა მესია, მან მოუტანს ისრაელს 1000 წლიან ხანას ასეთი აღზევების ხანას მოუტანს ისრაელს. და ამიტომ ესენი ამ ოქროს ხანას მოლოდინში ყოველ სექტემბერს ისინი ასრულებდნენ აი ამ ტალავარის, ანუ კარვის დღესასწაული. და ეწერა, ვინც არ მოვა ამ დღეს არის დღესასწაულებს, ის არ მიიღებს, რა თქმა უნდა, დალოცვას და არ მიიღებს იმას და დაიჯება, იმიტომ რომ არ მიიღებს წვიმას. მოსავლეთში წვიმა ეს იყო ძალიან დიდი წყევლა, რომ შენ წვიმას არ მიიღებ. აი ჩვენ მე მგონი კარგად ვიქცევით, იმიტომ რომ წვიმა ბევრი გვაქვს დღესდღეობით, ხო? ჩვენ ანუ ესე იგი კარგად ვიქცევით, ანუ კარვის დღესასწაულს კარგად ვზეიმობ, იმიტომ რომ წვიმის ნაკლებობა აშკარად არ გვაქვს. და ებრაელებს ესეთი ძალიან ესეთი კონდათ ისეთი რომ თუ არ მოვლენ დაიჯებიან და წვიმა აღარ ექნებათ. ხო და აი ისინი ხვდებოდნენ მას აი ამ ატრიბუტიკით, იმ დღესასწაულს გათვალისწინებული ატრიბუტიკით, ანუ ამით ისინი რას აჩვენებდნენ, რომ ისინი ქრისტეს არ აღიარებდნენ ჩვეულებრივ მეფედ, არამედ ღმერთად, მესიად, იმიტომ რომ ისინი ელოდებოდნენ, რომ მესია მოუტანს მას 1000 წლიან აი ამ ოქროს ხანას. ამით, ანუ აი აქ უბრალო აი ამ ადამიანებმა, აი ამ პალმებით, ანუ ეს პალმები ისე უბრალოდ კი არ იყო რაღაცა ადგენ, რაღაცა ტოტები მოწყვეტეს. არა, ამათმა გამოიყენეს აი ზუსტად იმ სექტემბრის დღესასწაულის სიმბოლო, სადაც ისინი ელოდებიან 1000 წლიან ხანას, რომელიც მხოლოდ მესიას შეუძლია მოუტანოს მათ. აი აქედან უკვე ჩანს, რომ ილუსტრაცია იმისი, რომ ისინი აღიქვამენ მას როგორც მესიას. და კიდე საინტერესო მომენტი, როდესაც ისინი ჩვენთან კი წერია ოსანა მაღალთა შინაღმერთსა. მაგრამ ებრაულ ტექსტს როცა ვკითხულობთ, იქ წერია, რომ ისინი ყვიროდნენ ოშიანა. რაც არის ორი სიტყვის ოშიანა. ეს არის ებრაული სიტყვიდან შედგება, ერთი არის არამეული, მეორე ებრაული. და რას ნიშნავს? ოშიანა ეს ნიშნავს, რომ გადაგვარჩინე ჩვენ ღმერთო ზეცაში. ანუ ისინი მას ითხოვდნენ, რომ ზეცაში გადაერჩინა. ანუ მათ რომ მიეღოთ ქრისტე როგორც ჩვეულებრივი მეფე, ლიდერი, ხო? მაშინ ან წინასწარმეტყველი, მაშინ ის სწხოვდნენ, რომ აი აქ დედამიწაზე გადაგვარჩინე, გვამკურნალე, რაღაცა გაგვიკეთე, მაგრამ ისინი გალობდნენ ოშიანა. ამ ქვეყნებს არა, იმ ქვეყნებს. ის არის, იმიტომ არის საინტერესო ორიგინალურ ტექსტს, როცა კითხულობ, ოშიანა. ანუ ზეცაში და გადარჩენა ნიშნავს იეშუა. და ებრაულად იესო როგორ არის იეშუა, ხო, გადამრჩენელი. და ისინი ოშიანას გალობდნენ, ხო. და ამით კიდე ერთხელ ამათმა დაამტკიცეს, რომ ისინი ჯერ ერთი პალმების ტოტით და ამ ოშიანათი დაამტკიცეს, რომ ისინი ხვდებოდნენ და დარწმუნებით იცოდნენ, რომ ისინი ხვდებიან მესიას. ხო? და ნახეთ, ესე იგი, აი ესეთი დიდი სამბით ხვდებიან მესიას და რას ღებულობ ჩვენ? ანუ ნურავინ მერე ნუ იტყვის, რომ ეს რაღაცა სხვა ხალხი სადღაც ავტობუსებით ჩასვეს, ის ავტობუსებით მოიყვანეთ. თითელ პარასკევს რომლებიც არა, აი ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც აი ასე პალმის ტოტები შეხვდნენ როგორც მესიას, ოშიანას გალობდნენ.
აი იმათმა მე 5 დღის შემდეგ იყვირესო ჯვარსაცმი და აი აქ ზუსტად აი აქ უკვე დგება ახლა ჩვენი როლი იმიტომ რომ როცა ჩვენ ნებისმიერ მოვლენას დღესასწაულს განვიხილავთ ჩვენ უნდა ყოველთვის ვთქვათ მე რა ანუ ჩვენ ეს რა კუთხით გვეხება ხო და აი ნახეთ რა კუთხით გვეხება აი ისინი თავიდან ხო მიიღეს ასე ქრისტე და ცოტა ხანში უარყვეს აი ზუსტად ჩვენ წასე ვართ აბა მოდით ყველანი თქვენ მე ყველა ჩვენი მსმენელი ხლა გაიხსენოს პირველად მოვიდა რწმენაში როგორი დიდი ის ქონდა სიყვარული ენთუზიაზმი ჩვენ მზად ვიყავით რომ ქრისტეს გამო ეხლავე სიცოცხლე შეგვეწირა ხო ასე იყო მაგრამ გავიდა დრო პატარა ვიყავი მაგრამ მზად ვიყავით რომ ქრისტესთვის სიცოცხლე შეგვეწირა პასუხისმგებლობით ვიყავი ხო ძალიან პატარა მაგრამ გავიდა რაღაცა დრო და ჩვენ გავცივდით კი გავცივდით ხო ეხლა აგერ წირვარი კვირა საკვირაო წირვარი მაგრამ მე ცოტა დაღლილი ვარ ან ცოტა შეუძლოდ ვარ ვერ მივალ აგერ იქ რაღაცა ლოცვებია წასაკითხი აგერ ვერ წავიკითხავ აგერ ამდენი ხანია ზიარება არ მიმიღია აჰა ნუ ვერ ვემზადები ხო ამ დროს გავიხსენოთ ჩვენი წარსული და აქედან გამომდინარე აი ამ კუთხით ზუსტად იმიტომ რომ მე როცა ვკითხულობ რაღაცას ხო მე ვფიქრობ აი მე რა კუთხით მეხება ეს ყველაფერი არა და გეხება უეჭველად მეხება ხო და აი ამით მეხება რომ თურმე აი ეს გრძნობა შეიძლება განელდეს შენელდეს იმდენად შენელდეს რომ მე აი ასეთი ძალიან ესეთი ძლიერი გულშემატკვრიდან გადავიქცე უარყოფილად. ხო, რაც ემართება ძალიან. ამიტომ აი ამას დღესასწაულზე როცა ჩვენ შევხვდით ამ დღესასწაულს, ჩვენ უნდა შევხვდეთ ქრისტეს, უნდა შევხვდეთ. მაგრამ როცა ჩვენ შევხვდებით ქრისტეს, ჩვენ უნდა შევხვდეთ და მივიღოთ და მან უნდა დარჩეს ჩვენთან ეს როგორც მეუფეო ზეცათაოს ლოცვარი სადაც ჩვენ ვამბობ მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყვენო და ხო და ანუ ქრისტე უნდა აი ამ დღესასწაულს მოვიდეს დაემკვიდროს ჩვენ შორის და წმინდა ყნეს და ჩვენ უნდა არ უნდა მაგრამ ხშირად ჩვენ ვიქცევით როგორც შემხვედრად ასევე გამცილებლად ხო შევხვდებით და მე ისევ გავაცილებ აი თან როგორ ტკივილით ვაცილებთ ალბათ რამდენი ადამიანი ხო მაგრამ ზოგჯერ არა ტკივილითაც ვაცილებთ იმიტომ რომ ცივდები ხო მას ხო ტკივა მამა მას ხო ტკივა ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად და აი ყოველი ის ადამიანი დიახ თუ შეიძლება მამა გადავიდე რომ მოვასწრო ხო და კიდე ერთი მომენტი და ამიტომ მე იცი ძალიან ხშირად აი ჩვენთან ტაძარში დღის 3 საათზე მოვლენ და მეუბნებიან ნუ ეს ბზა ხო უკვე აღარ არის დამთავრდა და ვაიმე როგორ გვინდა ბზა 3 საათზე მოსული ხალხი ბზას ეძებს დილას უნდა მოხვიდე წირვას ხო და მე ვთხარ ეს ბზა საერთოდ არაფერი არ არის ეს ბზა არის სიმბოლო მით უმეტეს იქ იყო პალმის ტოტები ფინიკის პალმის ტოტები იყო ხო ანუ ბზა არის სიმბოლო ანუ ეს სიმბოლო ეს არის იმის დასტური რომ შენ ქრისტეს შეხვდი თუ შენ ქრისტეს არ შეხვდი შენ გულში არ მოვიდა იმ დროს ეს ქრისტე შენ პირვაზე არ მოხვედი არ ილოცე არ იშრომე არ ეზიარე მე 3 საათზე მოხვედი და მიგაკ ის რაღაცა ტოტი აი რა არის ის არაფერი არის მე ხშირად ვატარებ ეს დაახლოებით იცით ადამიანი რო არ მივიდეს თეატრში ან კონცერტზე და მე კონცერტი რო დამთავრდება მივიდეს და გარეთ რო გამოდიან და ნახმარ ბილეთებს რო ყრიან და იმ ურნიდან რო ამოიღოს ის კონტროლკა მოწყვეტილი ბილეთი და წაიღოს სახში რო აი ეს ბილეთი იყო აი კონცერტის ბილეთი არის მაგრამ შენ არც კონცერტში მონაწილეობა არ მიგიღი არ მოგისმენი არაფერი ხო ამიტომ ყველას ვთხოვ რომ მომავალ ბზობას მაინც თან ძალიან მე ამას ნამდვილად არ გავბედავდი და ახლა ჩვენ დროს არ დავხარჯავდი თუ ეს იშვიათობა ყოფილიყო ეს სერიოზული პრობლემა და ისეთი აღშფოთებულები რომ რატო დღის 3 საათზე რატო ბზა არ იყიდება რა გინდა შენ ქრისტე ვერ მიიღე შენ გულში ხო ანუ ყველაფერი ანუ ჩვენ არ უნდა
აი ეს გვასწავლეთ ჩვენ არ უნდა მივებათ ფიზიკურ საგნებს. ვერც ერთი ფიზიკური საგანი ჩვენ ვერ მოგცემს ღმერთს, ვერ მოგცემს ქრისტეს, სული წმინდის მათს. ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. აი ცოცხალი სიყვარულის პროცედურები არის და ამ ცოცხალი სიყვარულის პროცედურებში ჩდება აი ის ურთიერთობა ღმერთთან და არა ის რომ მე აი ესე იგი დაახლოებით ზოგიერთს უნდა რომ წავიდეს და უნივერმაგში, სუპერმარკეტში იყიდოს ღმერთი. ხო? თორე მასე თუ სამსაძე მოხვედი ეკლესიაში, მაშინ დავთოდ ნებართო რომ სუპერმარკეტებში გაიყიდოს ეს და სამსაძე მივა და სუპერმარკეტში იყიდის იმ ბზას. კარგად შეხულს, შეფუთულს, ყველაფერი და რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ ეკლესიაში რაღაცზე მოდიხარ. მაშინ წირვის შემდეგ ის ბზა გაიყიდოს სუპერმარკეტებში. ამაშია საქმე. სწორია. მამო, 5 წუთი დარჩა და ბოლო აი მინდა რომ მოვასწრო რა მთლიანად. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ ის ზობამ ძალიან ბევრი ის დაიკავა ადგილი. ანუ ეხლა ჩვენ ზობიდან ვაპირებთ ორგანულად რომ გადავიდეთ იუდაზე. კი, აი მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ აი ზუსტად იუდა რა, ყველა იუდა, ვინც ჯვარსაცმელს ღმერთს და ნუ ეს არის ძალიან დიდი ისტორია. მოდი თუ გნებავთ ჩვენ ეხლა თუ გნებავთ რაღაცა საკითხები თუ გაქვთ ამაზე ვისაუბროთ და მეორე საათში გადავიდეთ იუდაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ რო არ გვეყოფა მამო იუდასაც ვისაუბრებთ და დიდ ხუთშაბათსაც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ იუდას გაცემა ეს არის გადაბმული დიდ ხუთშაბათთან არის მობმული. ამიტომ 4 შაბათი და 5 შაბათს ჩვენ აუცილებლად გავივლით და აქამდე თუ რაღაცა ის შეიძლება მოკლე საკითხები რაღაცა გავიაროთ თუ შეგვიძლია დავიწყოთ, მაგრამ მე მეშინა ხო რო არ გაწყდეს მე აზრი. აი როგორ ვიქნოთ თქვენ? მე ძალიან მაგრამ მინდა რომ ავაზაკზეც ვისაუბროთ, რომ წარმოიდგინეთ ახლა იქ ჯვარცმულ ავაზაკზე. კი ბატონო, ავაზაკამდეც მივალთ. კი საბოლჯემში ავაზაკამდე ყოველთვის მივდივართ. იგივე სვიმორ კვირინაზე ამ ხელა მნიშვნელოვანი როლი აქვს, რომელიც დაკარგულია მამა, ხო? და იოსებ არიმათელი თუნდაც, აი ვინ ის? იოსებ არიმათელი, ხო? აი ამ წმინდანებზე აუცილებლად ძალიან მინდა. კი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჩვენ, იმიტომ რომ იცით როგორ მე მინდა გითხრათ რომ ადამიანის ბუნებაში დევს, როცა შენ გამარჯვებულის გვერდში ხარ. ეს ასეთი ფსიქოლოგია არის. ეს არის ძალიან უპრიანი, ძალიან მომგებიანი გამარჯვებულის გვერდში როცა ხარ. აი, როცა წაგებულის გვერდში ხარ, თითქოს რა თქმა უნდა ქრისტიანი იყო წაგებული, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, ხო, შეხედო იმ დროს ის იყო წაგებული, ხო? ადამიანურ თვალთა ხედვით წარმოიდგინე, ადამიანი მიყავს ჯვარცმაზე და მიათრევს აი ამ რთულ ჯვარს, მძიმე ჯვარს, ხო? და ამ დროს აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც მივა და აქ რა თქმა უნდა არის როგორც რა თქმა უნდა შეაშველესო, ხო? ისე რომ არაფერი ფიზიკურიც არის და მას სულიერი დატვირთვაც აქვს. ანუ ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს სვიმონ კვირინელი, იმიტომ რომ აი ეს ღმერთი რა ჯვარსაც რა თქმა უნდა ჩვენ იმ ჯვარს და იმ სასმის ვერ იმას ვიზა ვერ დავლეთ, მაგრამ რაღაც მომენტში რომ ქრისტეს შევეხიდოთ და ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქციელით რაღაცები გავაკეთოთ და იმ სვიმონ კვირინელს რომ დავემსგავსოთ, ხო? ეს არის ძალიან დიდი საქმე. ეს ძალიან დიდი საქმე არის. იმიტომ რომ იმ დროს მას შეძლო საერთოდ ეთქვა რომ რატო უნდა ვათრიო, ხო? რაც იმეხება ეს, ხო? ეს ღმერთმაც დაუშვა, ხო? რომ ანუ ღმერთს მამო ამით ხო არ არის ნაჩვენები, რომ ღმერთს ჭირდება ჩვენი დახმარება, და რა თქმა უნდა ის იყო შესაბამისი ადამიანი. ღმერთი მასთან არ მიუშვებდა იმ მომენტში ისეთი საპასუხისმგებლო მომენტი იყო, რომ იქ სხვა გულით და სხვა იმით ადამიანი გასაგებია რომ ღმერთი როცა რაღაც მისიაზე ჩვენ გვიბიძგავს ის აუცილებლად ჩვენ გულს ამოწმებს ჩვენ ხედავს და ესე იგი სვიმონ კვირინელის გული ამ დროს მზად იყო ის თანაგრძნობდა ის ანუ იქ უბრალო ვიღაც დენშიკი კი არ დაიქირავეს ვიღაცა მუშა კი არ დაიქირავეს ისაც უნდა რაღაც ისე და ანუ ამ ადამიანში იყო სხვა სიყვარული სხვა თანაგრძნობა სხვა განცდები იყო და ამიტომ იყო ის მიშვებული ქრისტესთან იგივე როგორც იოსებ არიმათელი მე ძალიან მიყვარს ჩვენ ტადაში გვაქვს ძალიან ძლიერი ხატი იოსებ არიმათელის
ჯვარცმიდან მოხსნის და მე მინდა გითხრათ რომ იოსებ არიმათელმაც იცით რა გაკეთა რომ გაბედაო ნახეთ აი რაღაც დეტალებში იმალება ყველაფერი იქ წერია რომ გაბედა და მივიდა პილატესთან გაბედა ესე იგი რას ნიშნავს რომ იქ არსებობდა რაღაც საშიშროება ანუ ამ მომენტში დადგა მისი კეთილდღეობა სასწორზე მან თავისი კეთილდღეობა დააყენა სასწორზე ანუ ის არ იყო ვიღაცა იმის მეგობარი იმას პილატეს მეგობარი რომელიც კარებს ტიხლის კვირით აღებდა არა გაბედა და მივიდა ანუ აქ უკვე ბიბლია დიახ თქვით მამაო დიახ ბიბლია გვეუბნება რომ მან ძალიან დიდი იმის ქვეშ დააყენა საკუთარი კეთილდღეობა და როგორც კარგი კი არა მიდი თქვით მამაო კეთილდღეობა დააყენა და მან გააკეთა ის გაბედული ნაბიჯი და მან აღასრულა ის რიტუალი რაც უნდა გარდაცვლილ ადამიანზე ყოფილიყო აღსრულებული და ამით მისი გაკეთებული საქმე დაიწერება ყველა იმაში ნაქადაგები სადაც იქნება ეს სახარება იოსებ არიმათელის ღვაწლი იქნება რა თქმა უნდა ნაქადაგები